ის იმდენად სრულყოფილი გამოვიდა, რომ ყველა ამ ტოპწარმოებელი მისი გამოსვლის შემდეგ სედანებს აგებდა ამ ავტომობილის მიხედვით. თითქოს Mercedes-ი შევიდა ოთახში, სადაც სხვა ავტომწარმოებლები ისხდნენ და თქვა: "ბიჭებო, დღეიდან აქეთ ვივლით." ინტეგრირებული ბამპერები, რომელიც ფანტასტიკურად გამოიყურება, უკეთეს აეროდინამიკას იძლევა და დაბალ სიჩქარეზე ფეხით მოსიარულეს მინიმალურად აზიანებს. მოხოვის ციმციმები, რომელიც მთავარი ფარის გაგრძელებაა და ერთიან შეკრულ დიზაინს იძლევა. ზოლებიანი ფარი, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ ზამთარში თოვლით დასვრისას ფარი მაინც გამოსადეგი იყოს. ნახეთ რა შეასაქმე. იმის გამო, რომ ამ ფარს აქვს ასეთი ზოლები, თოვლი მას უფუნქციოს ვერ გახდის. საქმე იმაშია, რომ თოვლი კი დაედება, მაგრამ აი ამ ქვედა ნაწილებზე ვერ მოეკიდება. შესაბამისად, როდესაც ეს ავტომობილი გამოვა და თოვლი ამიჩი დაამუხრუჭებს, უკან მომავალი მანქანა მაინც დაინახავს, რომ ავტომობილი ამუხრუჭებს, ამან კი შეიძლება, რომ ავარიას გადაარჩინოს. საქარემინის საწმენდი, რომელიც მთლიანი შუშის 86%-ს ფარავს. სხვათა შორის, ეს დღესაც საუკეთესო მაჩვენებელია ავტომობილებში. და ბოლოს, ფორმები. შეიძლება შენი თვალისთვის ეს მანქანა ოთხკუთხედია, მაგრამ ჰაერისთვის ის წვეთს გავს. საქმე იმაშია, რომ ამ მანქანის წინა ნაწილი უფრო განიერია, ვიდრე უკანა. სწორედ ამიტომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე აეროდინამიული სედანი, რომელიც ოდესმე შექმნილა. წინაღობის კოეფიციენტით 0.26. ეს რაღაცა უკვე 50 წლისაა.